იესო ქრისტე არის წყალობით, ხო? ხო. მაგრამ როგორ შეიძლება ხის ძელს მოეკლა ის, ვისგანაც ყველაფერი გამოვიდა და ვის მიერიც ყველაფერი შეიკრა. ანუ გამოდის რომ ღმერთი მოკვდა ეს ბლეფია. შეუძლებელია ღმერთი მოკვდეს, ის უკდავია. მოკვდა ადამიანი, ხო? აი, ანუ ადამიანური ბუნება მოკვდა. ვინ აღადგინა? საკუთარი თავი თვითონ აღადგინა. კარგი, საკუთარი თავი თვითონ აღადგინა. მაშინ მესამე დღეს რომ აღდგა, რატო ეუბნება ავდივარ მამა თქვენთან და მამა ჩემთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან. თუ თვითონ იყო აღდგარი ღმერთი. ვიღასთან ადიოდა. ხო, არ შეგეხო. მარიამს ეუბნება. და მათ ესახარებაში დაინახავენ იესო ქრისტეს შემოეხოვი მუხლზე და ამას ნებართავს. არ ეუბნება მამა ჩემთან არასოდეს არ შემეხო. ეგ ერთი, მეორე ერთი. პიროდა ხო? მარიამ. ხო. და ქალ რასპირია და შემოიხინა მაგდალენა. დაინახა ქრისტე. და ვერ იცნა. და ეუბნება რომ მებადა ეგონავდა, ეუბნება რომ უფალო თუ შენ წაიღეო, მითხარიო ჩემი უფლის გვამი სად არის, რომ მივიდე წამოვიღო. და იესო ეუბნება რაბუნიო და მე კიდე წერია შემოტრიალდა. კიდე შებრუნდა. და კიდე მოგრეშია. ხო და უთხრა რაბუნიო, ხო მარიამო, იესო უთხრა მარიამო და ესე ხმით იცნობდა რომ შემობრუნდა, უთხრა რაბუნიო. ვის უთხრა, კაცო ის პირალი ლაპარაკობდა და შემობრუნდა კიდე და კიდე უთხრა რაბუნიო, ვის აქეთ სხვა ქრისტე დაინახა, იქ სხვა ქრისტე დაინახა. ანუ იესო რო იახვე არა. იახვეს ჯგუფში წერია რომ დაწევილია ყველა ვინ ჯვარზე კიდია და აუცილებლად უნდა ჩამოხსნან მზის ჩასვლამდე, ისი არ შეიძლება მზეზე დატოვება. წევლა. გამოდის რომ თუ იესო იყო იახვე და განკაცდა იესო იახვე, საკუთარი თავი ჯვარზე თვითონ დაიწყება. ამიტომ ფაქტიურად ის ვინც მოკლეს და იმ ბრალდებით რომ ღმერთს სტოლებდა თავს, გამოდის რომ ებრაელებმა იესოს ღმერთობაც უარყვეს და იესოს მესიაობაც უარყვეს, იმიტომ რომ ებრაელებში ისეთი გაგება არ არის რომ ვის ვინც უნდა დაკიდებული იყო ჯვარზე, ის თვითონ იქნებოდა იახვე. მაგრამ ეხლა აღიარებენ მაგას, რომ იახვე არის. საკუთარი ღმერთი დაკიდეს ჯვარზე? როგორც ხო? საკუთარი თავი დაკიდეს. მოსაკლავები არიან ეგ ებრაელები. გამოდის რომ იახვე ჯვარზე საკუთარი თავი დაიწყევდა და თუ იახვე იესო იყო ჯვარზე რატო ეუბნება მამა რატო დამტოვე? მართალი ხარ ლევან. გეუბნები რომ ეგ იახვეელები დამარცხდნენ თავიანთი ენით. ანუ მარცხნივ დაჯდნენ მამის მარცხნივ და მარჯვნივ ისინი ვინც გაიგეს რა ხდება. იესო ვინ იყო? მესია იყო, მაშინ უზენაესი სტოლი ვერ იქნებოდა. ვინ იყო იესო? შენი აზრით ვინ იყო იესო? იესო იყო იმ მამიდან, ანუ სინათლის სხივი, რომელიდანაც იყო ჭეშმარიტ მამიდან და იქადაგა ის რომ ამხილა იახვე. ეს არის უდიდესი ბოროტება. ანუ ის მამა რომელიც იესოს მამაა და იახვე არ არიან ერთნი, ხო? ეგრე გამოდის. ეგრე გამოდის. მაშინ ეტყოდა რომ თქვენი მამა ეშმაკი კი არ არის. იმას კი არ ეტყოდა რომ რაც მამა ჩემთან მოისმინე ის გაუწყდა მამა თქვენი რომ მამა ჩემი იყოს ჩემი თავი გეყარებოდა თუ. როგორ ვერ მოისმინე კაცო, აგერ სად ელოდებოდნენ ებრაელები რომ მესიას. იმიტომ ელოდებოდნენ მესიას რომ მოეკრა ჯვარზე? მაგით ელოდებოდნენ? მაგრამ მესიას იმიტომ ელოდებოდნენ. შენი აზრით რატო მოკლეს მაშინ? მე უკვე ახსენე ეგრე, იმიტომ მოკლეს რომ იესო ქრისტეს აბრალებდნენ ღმერთს უტოლებდა თავსავ. და თუ ღმერთს უტოლებდა თავს, მაშინ მესია აღარ იყო. კარგი, თუ მესია არ იყო და თუ ღმერთს უტოლებდა თავს და ორივე იყო, აი მესიაც ვარ და ღმერთიცო, ხო? თქვა. მაშინ იუდაიზმში მესია უზენაესი ტოლი არ არის. ასე რომ ის ბრალდება რომ იესო ქრისტე დააბრალეს რომ მესია ხარ, უბრალოდ ღმერთის ტოლი ხარ, მაშინ გამოირიცხებოდა რომ მესია, მაგრამ იესო აღიარებდა რომ მესია იყო. იესო თავის აღიარა რომ მესია იყო. იახვე მცხოვმეო, უფლისწულია ჩემზეო. მე სამარიტელ ქალთან აღიარა, შენ ხარ მესიაო და მესია ვარ. იესოს ჩაუტარებია რამე მსგავსი 7 მენორით 2. იესო ქრისტე თაზეზუდელი არ ყოფილა. იესო ქრისტე იყო თაზე ქადაგება. თაზე გაზ. ხო. ანუ ჩვენ ქრისტიანულად არ აღვავლენთ, ხო, ეხლა ამას? ეს არის ქრისტიანობის სახელით შენებული უდიდესი ბოროტება, იუდაიზმი. ჩვენ ახსენე ამაზე რაღაც საინტერესო ამბავი რომ ეს აარონის წესით არის. და რას ნიშნავს ეს აარონის წესი? ეს იყო იერუსალიმის ტაძრის დემსახურებისათვის, საცეცხლო საქმეებდნენ და უკრავდნენ იახვეს. ხო. და ნახე. ეს იახვე არის 7 სანთელად იახვე. ეს 7 სანთელი 22 თავში, 26 თავში გამოსვლა წელს. 7 სანთელი. კი, და ეხლა ესენი იმართლებენ თავს რომ იესო იახვე იყო და თანაც არ გაუქმებია ძველი აღქმა, ხო? არ გაუქმება, არა და ძველში წერია თვალითვალისაწირო და მე გეუბნებით მეორე ლუყა მიუშურეთ და რა გაუქმება. პირდაპირ ანტი თორას საწინააღმდეგო ისინი აქვს. ეს ღმერთი იყო და ხოდ მას შეეძლო შეეცვალა. ღმერთი სიტყვა უცვლელი არის. ადრე თუ ჩაქოლოს აპარავდა, ეხა ჩაქოლოს ვერ უარყოფს, იმიტომ რომ ღმერთის ნება არ იცვლება. იესო ქრისტე ჩაქოლის მომხრეც იყო.
ყოველგვარი ვინც უცოდელია მაგალითად ესროლოს. არ უარყოფია ყოველ შემთხვევაში. ანუ უბრალოდ ეს უცოდელი უნდა ყოფილიყო ვიღაცა რომ მართლა ესროდა რა. მაგრამ თუ უცოდელი არ უნდა იყო არც მოსამართლე არ არის. მაგრამ იცოდა რომ უცოდელი არ ესროდა. მარტო ცოდვილებს აქვთ ეგ ანუ სურვილი. მოსამართლეობის ფუნქცია გააუქმა კამი კი. ხო? მოსეს დროს ვინ იყო უცოდელი ქოლავდა. ანუ მოსე გააკრიტიკა. ის კი, მომაჩვენე ბატონო. კი არ მისცა მოსეს სიგნებიო. მოსე თვითონ კი დაწერა. ბატონო, კი ბატონო, მაგას ვიძახი და ეგ რო იმასთვის აგეხსნა ვერ გაიგებდნენ რას ამბობს. ამიტომ ესე უთხრა რა მოკლედ და კონკრეტულად თუ არ ხარ ცოდვილი, ესროლე. საგადაო ის არის რომ ეგ ჩამატებული ადის ჩოტოთალზე. ანუ რეალურად ფსიქოლოგიურად ქრისტე მიცოდა რომ მხოლოდ ბოროტი არის ბოროტის წინააღმდეგ ბოროტულად განწყობილი და რო ხედავ რომ ის ადამიანი ცოდვაშია ხო შენ თუ არ ახარ ცოდვილი არ შეგაწუხებს იმისი ცოდვა მაგრამ ამათ აწუხებთ იმიტომ რომ იცნობენ იმის ცოდვას რა არის ის ცოდვა გესმის მრუშობა ყველა მრუში იყო თავიდან ბოლომდე რო ტყუილი არ გამოვადი თვითონ ჯულში წერია რომ დღემ თავს ეგ ვერ შეეშლებოდა რომ მარტო ქალი მიეღო თორაში წერია რომ თუ მოწმიან ყავს და ქმარი არ უჩივის შენც რომ დაინახო იმ კაცთან ერთად უნდა მივიყვანო ვისთანაც იცოდა და ორი კაცის და ქალის მაგრამ როგორც ჩანს ფაქტიურად მარტო ქალი მივიყვანს ან თავიდან ბოლომდე ტყუილი როგორც სიმონის ამბავი მიხმელის რომ თვითონ ქალწულისგან შობის ესო და გაუგვირდა ქალწული რატო წერია თორაში არ წერია ქალწული და ებრაელებს ხებდა დაეფასწინია მართლმადიდებლებს რომ როგორ რამე გაუკვირდებოდა იმასი რაც არ წერია თორაში ქალწული არ წერია რა უნდა გაკვირებოდა ის რაც არ წერია ქალწულისგან შობა თუ 300 წელი თუ 300 წელი მარტო ყავილს უსწრებს აუ თავიდან ბოლომდე აი ტყუიზე რა მოდი გავიდეთ თუ კიდე რომ აი როგორ გითხარ იცი ანტიქრისტი არის ტყუილი მათყუ არა ქრისტე ხო ანტიქრისტი შორს იგივე ქრისტეს ოღონდ მათყუ არა ქრისტე ანტიქრისტი არის მოგონილი ქრისტე რა ანტიქრისტი უკვე ზის მოგონილი ქრისტეა აი აქ ზის უკვე ანტიქრისტი ყველა ტაძრებში დაждდება აი კომუნიზმი რა ეგ არის ანტიქრისტიანული რელიგია გაერთიანება ყველა ტაძრებში დაждდება და იქნება ძლიერი ხო ქრისტემ რასაც თქვა აი ხა თუნდაც ის რომ ჯვარზეო მერთი მოკვდა კაცო კაი მერთი მოკვდა მაგრამ საკუთარი თავის მერთმა საკუთარი თავის გადაწყდა თუ იახვე ესო იყო ადამიანური ბუნება დაწყევლა თუ ადამიანური ბუნება ლაპარაკობს საკუთარ თავს ეუბნება მამა რატომ დამტოვეო ნამდვილმა ქრისტიანებმა რა უნდა გავაკეთოთ ანუ მე ვიცი რომ შორს ქრისტესგან არ გაიქეცი ქრისტესგან იმიტომ რომ თვითონ ესო ვაყოფ ქრისტე რომ იყო ხომ მე კიდევაც რომ მიგონია თქვენ კაცის ძეო ესე ნეუბნები დავითის ზიარი მიგონია თქვენ ქრისტეო კაცის ძეო დავითის როგორ არისო კაცო თუ დავითის ზიარიო ქრისტეო მაშინო დავითი ატომი მართავს უფალოთი თუ მისი ზიარი ანუ იესო ქრისტე ხან ამბობს რომ მესია ხან უარყოფს რომ მესია არა ხო რა ვერ აგებინებდა რა და უნდა ხან შემოწმდა და ხან შებრუნდა მათეს ახარებაში შეეხნა და იმას არ შემეხო მამასთან არ ასულავდა მამა თვითონ არ იყო კაცო ამდგარი მამა არის ხო სამება რა არის მამა ძის უწევდა ხო არის ერთ მოგდომა ის თქო რომ სამება მოგდო ჯვარზე და მაგას ასწავლე სომხები წინდა უმეტეს წინდა უძიო წინდა უდა რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცვი შეგვიწყალენ ჩვენ აი მაგას ამბობდნენ ციულში და ის როსკომიტეს ვატარებენ და მე ბარძიმში გამოდი ბარძიმში მოსვასხავ იქ იმის ესიას ხორცი ჩემი წოდების მიზატარო თქოს ქრისტეს სიტყვებს მე ამატებენ ეს მართლმადიდებლები მამას მიმართავენ იესო ქრისტეს მამას ქმენ ხორცი ესე შენ ქრისტესი ანუ ქმენ პური ესე ხორცად ქრისტეს შენისა ამინ ანუ არ ჯერათ იმისა რომ ქრისტემ საკუთარი პური საკუთარ სხეულად აქცია და კიდე მამას მიმართავენ ანუ ეჭვებარებათ იმაში რომ ქრისტეს ყოველ შემძლეობაში და მამას მიმართავენ იმან აქცია მღვდლები რომლებიც ფიქრობენ რომ ემსახურებიან რეალურად ქრისტეს ნამდვილ ქრისტეს რას ურჩევდი იმათ არაფერს არ ურჩევდი ერთი და სამუდამოდ გაიგეთ რომ ვინც ბიბლიას აღიარებს ყველა არის იუდაიზმის სექტა ვინც ბიბლიას აღიარებს იესო ქრისტე რასაც ლაპარაკობდა ის პირიქით წინააღმდეგი იყო იუდაიზმის მიხედვით იუდაიზმში რომ დაეთანხმო ერთი ძალიან საზღვრული რელიგია აუცილებლად ანუ მამა ყიდის თავის ქალიშვილს შეუძლია ქალიშვილი გაყიდოს არაფრის პასა იმის პასა ხო ქალს არანაირი უფლება არ აქვს წიდოვნების გამო ტაძარში ვერ შედის ქალი რატო უნდა შეგწუდეს ქალი იმის გამო რომ ეგეთი შექმნეს ხო ხო სისხლის გამო რა იქამდე არაწესებდა და მე დააწესა ან მოსემდე ებრაელებს არ ქონდათ ცოდნა მეტი შესახებ და სამყარო შექმნამდე რომ მოსეს არ დაეწერა ამ მოლაპარაკებელი რაინდას ელაპარაკებოდა იმას აი ეს თუ ჯერათ ამას თუ სერიოზულად უყურებთ საქმეც ეგ არის რომ რაც არ უნდა დაანახო წინააღმდეგობები უთანხმოებანი წერილში ესენი მაინც აპრაულებენ ხალ ამათვის ქრისტე მესია ხალავენ მესია და სიტყვა ქრისტე უკვე მესიას ნიშნავს ხო სიტყვა ქრისტე ნიშნავს იმას რომ სინაგოგაში იესო მაღიარო ის იახვეს ცხებული და თუ იახვეს ცხებული აღიარა ქრისტემ მაშინ არ შეიძლება რომ მამამ საკუთარ თავს ცხოს ნამდვილად
და თუ ეს ადამიანური ბუნება აცხებული და არა განკაცებამდე ესეცაში ყოფილიყო, მაშინ ეს როგორ ამბობს იგავების ზღვის 23-ში. ოდითგანვე ვარ ცხებულიო და ეგ გადაკეთებულია. ამოღებულია არც ეს. არც ეგია გადაკეთებულია. ოდითგანვე ვარ ეს ძველ წერილებში წერია. იგავების ზღვის 23-ში. ოდითგანვე ვარ ცხებული ნიშნავს იმას, რომ აბრაამზე უწინარესია, ქვეყნის შექმნამდე სანამ დრო და სამყაროები და საუკუნეები შეიქმნებოდნენ, იქამდე იყო მამასთან, ოღონდ იყო ზეციური წარმოშობის კაცის ყოვლის მართველი კაცის. მამა მის სიცოცხლეს ძეს როგორც საკუთარ თავშია. შენი აზრით მოვა კიდე? არა. რატო არა? ანუ იმიტომ რომ ჩვენ თუ ვაღიარებთ ენდოქსას და ბიბლიასაც, ბიბლიური ქრისტეთ მოდის ადამიანების დასახმარებლად. არც ერთი არ იქნება გადარჩენი, რო ეძახიან გადარჩენიანო, არავინ არ გადარჩენია. იმიტომ თვითონ იესო ქრისტე აყენებს ყველანაირი ვარდის არწმუნოების და რელიგიური მიმდინარეობების შეუცდომლობას ეთქვაში. ხო. ლუკას 18-ის ვაში ეძახის, კაცის ძე რომ მოვა ქვეყნად პოვებს, კი წმენას ქვეყნად. ანუ ერთი კაციც კი არ იქნება, ვინც წმენას კი პოვებს ქრისტე. ანუ თუ წმენას აპოვებს, რისთვის მოდის? გასაღუპად ხო, რისთვის გამოდის? ხო, მაგას ეკითხოს უმიჩდება რა. თუ იცის ღმერთმა, რომ ბოლოს ერთი კაცის არ იქნება ცოცხალი, მაშინ ან რისთვის ეცვა ჯვარს? და ან რისთვის მოდის საერთოდ? აგინე დაუშვათ და ჩვენი ცოდებისათვის მოკვდა ქრისტე. რატომ პავლე მოციქული რომ ქრისტე ჩვენი ცოდებისათვის კი არ მოკვდა? ანუ შემდეგ შესაჩავდნენ იმის მოსაწევებლად. ხო. არამედ პირველი აღთქმის დრო ჩადენილი ცოდების გამოსასყიდად მოკვდა. ისინი ვინც ძველ აღთქმაში. და კი, მაგრამ მაინც უნდა მომკვდარიყო ვინმე რომ ცოდები გამოგოსყიდა კაცო. ეს მომკვდარიყო და ჩვენი ცოდები გამოსყიდა ქრისტეს. ერთი ქრისტიანი მალახით ვინც არ მოგწო გამოსყიდული. არც იგი, არა ცოდვილები არას, ლაპარაკობ ჩვენ ცოდვილები. ეს ხარ შეუძლია არ არის, რომ გაგწმიდო. აბა რა სისულელესი ძახო. თუ ქრისტეს დაღმის არ აქვს ძალაუფლება რომ ეგამწმიდოს და მაგციოს წმინდა. მაშინ ტყუილად დაუყურეს ეს. წავა ისევ შეცოდა და მოვალ და მომიტევე მამაო და წავა ისევ შეცოდა ეს კი წავა და სუში დარეკავს რომ ამერჩა. როგორც მე და ნინოს დაგვაყენეს უშიშროება თავზე. ხო, დაუშვოთ აი შემოდი. ხო, დარადინე. ავანთო. ხო, ანთი. შემოდი მაგეთ მარჩას. დაუშვოთ და ღმერთი მოკვდა ჩვენი ცოდების გამოსასყიდად. ელემენტარულად დაუშვოთ. მაშინ გამოდის რომ ის იყო მესია. ხო. ქრისტე ხან მესია არის, ანუ ქრისტე არის, ხან არ არის მესია. თუ ქრისტე მესია, მაშინ მესია არ არის იუდაის უზენაესის ტოლი. ესეთი გაგება არ არის. ამიტომ იესო ქრისტე ვერ საკუთარ თავზე რომ მე ერთის ტოლი ვარ. თუნდაც ეს სიმართლე ყოფილიყო და ეთქვა, ამით გამორიცხავდა იმას რომ ის მესია. ანუ ან ქრისტე იტყუება და ატყუებს ხალხსა, ან ეს ებრაელები იტყუებიან და ტყუილად ეუბნებიან შენ ღმერთს უწოდებ თავსა. ხო. ერთი ტოლობა არ წერია ღმერთად მიხდი თავსა. ადეში სოთხალში ესე წერია ღმერთად მიხდი. აკერპებ თავსო რა, ესე რო თქვა რა. ვიძახი რომ მეუტევებ ცოდებს და მხოლოდ ღმერთს აფუძნება ცოდების მიტევებისა მაგრამ. იესო ქრისტე კი არ ამბობს რომ მე მოგიტევებ ცოდები. იესო ქრისტე ამბობს რომ მოგეტევა და ვისგან მოგეტევა? მამიდან მე მაგ ძალაუფლება, კაციძესაც აქვს ძალაუფლება ცოდების მიტევებისა. ძალაუფლება არის მიცემული. ღმერთი ვერ იტყვის ამას რომ მე მაქვს ძალაუფლება ცოდების მიტევებისა. ძალაუფლება აქვს მხოლოდ იმას, ვისაც მიცემული აქვს. და თუ იზახეს რომ მე მაქვს ძალაუფლება ცოდების მიტევებისა, მაშინ აღარ იტყოდა რომ კაცის ძესაც აქვს ძალაუფლება ცოდების მიტევებისა. ესე იგი ვიღაცა მის ამ კაცის ძეს. მიტევების ძალაუფლება. ამიტომ ღმერთებზე მაგ ძალაუფლება ყოველთვის არ არის რა. კაცის აბა პირდაპირ წერია ბიბლიაში რომ ადამიანს რო დააყენებს ანგელოზებს მაღლა. ეგ არ არის მაგ ჯვარზე მიმართავს მამას. მამა აპატი არის წინა ჩადიან ლუკას სახარებაში ხო? თვითონ მაგიტომ არ ყვდება რომ ამათი ცოდები თავის თავზე აიღოს აპატიოს. ის ხო პატიებელი ღმერთია. ვისაც თქოს მამა აპატიო. არიციან. ძალიან კარგად იცოდნენ ჯურში არ წერა თუ ქრისტე უნდა მოკვდარიყო. აღასრულეს ნება რასეჭით იუდეურებს. ხო. იესო ხომ და ჩემზე წერებს სამოებში რომ მოკვდარიყო. რასეჭით ვიღაცას მაინც ხომ უნდა მოიკრა. რა შედანაშაულებენ ებრაელს? ესე იგი ებრაელს ამართლებენ ისე. ვიო ქრისტე მაგიტომ მოკლეს ჩვენი ცოდებისათვის გამოსყიდული. ხო, ანუ ეგრე გამოდის, რომ ქრისტე რომ მოკლეს ებრაელებმა, კარგი იქნეს, რომ ჩვენ ცოდები გამოისყიდოს. ესეუნებენ ებრაელები. ჩვენ ჯულში არ წერია, რომ გვაყოფილება მოკატო. და პილატეს ეუნებიან, რომ სთხოვესო. თან ბრალი ვერ უყოვოს და პილატეს სთხოვესო და ესაჭო. კაცო, თუ ჯულში არ გიწერია რომ მოკლა, აბა პილატეს რა უფლებას აქვს რომ მოკლას. პილატეს საერთოდ არ აინტერესებს იუდაიზმი და შენი ქრისტე. ხო, მაგალითად. იესო ქრისტე თუ მესია იყო, შენ უფლება არ ქონდა რომ ის ტოლობისათვის მოგეკლა. ანუ რეალურად ეხლა რო ვიმსჯელოთ, პრინციპში მან რწმენაზე კი არ იყო საკითხი, იქ იყო საკითხი იმაზე, რომ ქრისტე უთხრიდა ძირს ეკლესიებში ვაჭრობას და არ აწყობდათ რა. სახელმწიფოში ამოს ვერც გამყიდველები და ვერც ვაჭრები ვერ შენენ თათასასწრაფოში. ეს არ მოეწოდეთ ხალხს. სანთლის გაყიდვა ეს არის ვაჭრობა.
ხო და მაგაზე გვაქვს ნინო ჩვენს პრობლემები, ხო? სადაც კიდევ გაკეთოზე კი არა საუბარი. აქ არის რელიგიური ნივთები ვაჭრობას. მამა ჩემი სახლი სალაჩველი სახლია და თქვენის გიყოფია სავაჭრო სახლად, ხო? და აპარა და თუ მამამისის სახლი იახვეს სახლი მთელი კედელია, რა ვიცი, იმები. გაზეთები, ხო იცახია რომ იესო გაზეთებიც დაჟე. ხო იცახია რომ იესო ქრისტეო იახვე არისო. გამოდის რომ იესო ყოფილა მამა, ებრაელების მამა. მაშინ გამოდის რომ იესო ქრისტე იტყובה, ან ესენი გვატყובה. იერუსალიმის ტაძარზე აქვს მამა ჩემი სახლია და თუ თავისი სახლი იყო ეთქვა მაშინ მაგდალონს. მოკლედ, ან ებრაელებმა უნდა აღიარონ თავიანთი მართლა მამა მოკლეს, ან მამა მოკლეს იახვე და დაუჩოქონ ქრისტესი და ემთხვიონ მიწას რომ მის წინაშე რომ მართალი კაცი მოკლეს, ან კიდე ამ მართლმადიდებლებმა უნდა აღიარონ რომ ებრაელებმა როგორც იქნა აღასრულეს ის დაწერილი რაც ჰქონდათ და ჩვენი ცოდვების გამოსაყიდად მოკლეს ებრაელებმა და ცოდვების გამოსაყიდად რომ მომკვდარი იყო დაუშვათ და ესე ყოფილიყო რა. ხო. არცაც ძველახმაში არ წერია ეს რომ მესია, ტანჯული მესია ჩვენ ცოდვებს გამოისყიდეს. ამის მოლოდინი არ არსებობს. თუ მაგას აღიარებ რომ ეს წინასწარ იყო დასწრები და ესაიას 53 თავში წერია ტანჯულ მესიაზე. ხო. მესია არ არის მახსენებელი. მაშინ შენ უარყოფ ტოლი არ იყო. ანუ შენ უარყოფ ქრისტეს ღმერთობას, ხო ეს? განიძახი მესია არ იყო, ეს უბრალოდ თავიდან მესია იგონა თუ და მერეო თავი ღმერთად თუ გამოაცხადა და არ მოეწონათ და დააბრალეს ღმერთობა. მოკლედ, დამარცხებულად გამომიცხადებია მე მართლმადიდებლების და ებრაელებიც. თავიდან ბოლომდე იუდაიზმს ანუ მასონური სექტაა. დიდი ხანი იყო ესენი, ყველა ქვეყანაში დავდებიან, ხოლო ებრაელსაც უფლება ვახშით გაცემის ფულის, მაგრამ შენ რო ვახშით გაცე ფულის სხვაზე, შენ უკვე შაქოლოს იმსახურებ და სიკვდილს. ხო? იმიტომ რომ ებრაელს აქვს უფლება რომ შენ ფული მოგაპროცენტოს. ლევან, ჩემზე დაწერეს გუშინ რომ ეს ვინ დააყენაო ებრაელების უფროსათო ჩემზე და მე თქვი შენ ვინც მოგცა ჩემი კრიტიკის უფლება, იმან დავაყენა ებრაელების უფროსათო. წინასამეთყოლო შეიძლება იყოს ერთ სიტყვით რა, საქართველოში და იბერიაში. ეხლა ვერასდროს ვერ მოიკიდეს და ვერც მოუკიდია და ვერასდროს ვერ მოიკიდეს რა. ვერ მოატყუებს. თვალს უკვე იესოს იახვეც ვაღიარებთ. სამების დოგმა. ანუ ჩვენ იესოს კი აღარ ვცეთ ნამდვილი იესოს პატივს. ჩვენ სამების დოგმით ვაღიარებთ ძველი ათმის ებრაელთა ღმერთს. რომელიც ვახშს აპრაობს. და ამდენი წელი ეხლა ცდილობდა რომ მოეკიდა ფეხი, მაგრამ ვერ მოიკიდებს, იმიტომ რომ თვალებში ნაცარს ვერ შემოგვაყია. ებრაელები გამოვიდნენ სისხლის აღრევით. მისაშვილ მამიდაშვილებში ერთმანეთს დეიდა ყავდაო იმას აბრაამისა და არონის უბრალოდ რა ქვია აბრაამის მამას საკუთარი დეიდა ყავდა. ცოლად. ბიცოლა ყავდა თუ დეიდა ყავდა რა ცოლად. სისხლის აღრევით გამრავლებული ერი და ქართულ გენში აი ხა თაში მაგალითად ხო თუ ნათლები არიან და სისხლით მონათესავე ერთმანეთს ცოლები არ მოყავთ. იმიტომ რომ ბიცაში და ეხლა რა უნდა ვქნათ აბა ნათლები რო ყავს აილია მე. ისო ვინც ამბობს რომ იესო ქრისტე იახვეა, მაშინ რაც წერია ძველ აღთქმაში, ყველაფერი მისაგებ უნდა იყოს ამათთვის, თუნდაც სისხლის აღრევით გამრავლება. ხო. და ეს სისხლის აღრევის გამრავლება იმიტომ არ მოხდა რომ კაცობრიობა არ იყო და მერე უნდა გამრავლებულიყო. სისხლის აღრევის გამრავლება დღესაც არის ებრაელებში. დღესაც არის. ხო. ებრაელებში და მუსულმანებშიც და ანუ ესენი თან აღიარებენ ნაწილობრივ, თან რაღაცებს აღიარებენ, თან რაღაცებს არ აღიარებენ. ეს არის ჰიპნოზი. ჰიპნოზი. რელიგიური ჰიპნოზი. თუ ქრისტე არის იესო, მაშინ იესო თვითონ უარყოფდა რომ ქრისტე ბერძნული სიტყვა ნიშნავს მესიას. ხო. თუ იესო არის მესია, მაშინ ის არ არის უზენაესი სტოლი და ის ებრაელები იტყვებიან ვინც იესოს ადანაშაულებს ღმერთის ტოლობაში. და თუ იესო მესია არ არის, მაშინ თვითონ ის ყოფილა ღმერთი და არა იახლა. ვები ხო? კი. მაგრამ შეუძლებელი არის ღმერთი იყოს ადამიანი, იმიტომ რომ ღმერთი კაცი არ არის. კაცის რომ ყოფილიყო ღმერთი და ჩამოსულიყო, მაგ სიტყვებს ვერ ეტყოდა, ჩემი ნების შესრულება არ ჩამოვედი. ხო, აი, მაგას აღარ იტყოდა უკვე, რაღაცო იტყოდა, ხო? ჩემი ნებით ჩამოვედი, თქვენ რო დაგანახოთ, იმას იტყოდა. ადამიანური ბუნება როდეს იყო ზეცაში რო ეციტყვები ეთქვა. ან კიდე კაცის ძეზე რო ვიძახია რომ ვიგონეთ თქვენ კაცის ძე. თუ მარიამის ძე იყო და კაცის ძე, აგერ მარიამის შვილი არის ადამიანური ბუნებით, რატო გაიგონათ სხვებს იერემია და ზოგს ელია და ზოგს წიასამეთქო აღმდგარენ. რა შუაშია კაცის ძესთან იერემია. და ეს როგორ ახსნათ რო თქვეს რომ საფლავები გაიხსნენ და გამოვიდნენ მკვდრები. ერთმა თქვა კიდევაც რომ კაცის ძეს არ ამბობდა კაცის ძეს სხვა ძე ამბობდა თვითონ არ იყო კაცის ძე. იესო არ აღიარებდა კაცის ძე იყო. ბიჭო იუდა მოლოყაზე აკოცა. პირდაპირ უთხრა ამბოვის ყოფით გასცემ კაცის ძესო იუდაო. ანუ აღიარა რომ კაცის ძე კაცის ძეს, ხო, ნუ კაცის ძეს ის ზეციური რომელიც არ უნდა სულა ზეცად გადაცედა ჩამოსული კაცის ძესაო. ერთი აღოველი მეკითხებს რომ ეგაო იესოს სიტყვები არ არის როგორ არ არის კაცო იოანეს მესამე თავში პირდაპირ ამბობს იესო. არ უნდა სულა ზეცად გადაცედა ჩამოსული კაცის ძესა რომელიც ცათაშია. ესე იგი ეს კაცის ძე არის ზეციური წარმოშობის კაცის ძე. ეხლა მაინტერესებს ის
რო დაინახეს ამათმა რომ გამოვიდნენ მკვდრები საფლავებიდან. რა მოხდა კაცო, არავინ არ გაოგნდა? ამაზე არც ერთმა ებრაელმა არ დაწერა, თუნდაც იოსებ ფლავიუსმა. ეხლა ამბობენ რომ ეს რელიგიური იყო და მას რელიგიური არ იყო. არ მიეწერებოდა, კაცო, რელიგიური რო არ იყო, მაგითო მიეწერებოდა, იმიტომ ის ებრაელები აღდგნენ იქ. კუდრეთით. გასაგებია, მაგრამ რაღაცა ესეთი დიდი რაღაც რომ მოხდა, კაცო, გინდა რელიგიური იყოს, მკვდრები აღდგნენ, რა მნიშვნელობა აქვს არ დაწერა. მაგაზე დაიწყო ფიქსა რელიგიური. ხო, მიწის რა მოხდა და ფარდა ჩაიხა, ეს ყველაფერი დაეწერა იოსებ ფლავიუს თუ აღიარებდა იესო ქრისტეს მერტვას. ხო, აი ფარდის ჩახევაში რა იგულისხმება ლევან, აი აქ ახლა რო აგვიხსნა ამ ამბიონ. ფარდის ჩახევა წაიტყული. თუ ფარდა ჩაიხა და მე ამათმა შეკერეს, გამოდის რომ ამ შეკერით ქრისტეს ზეცაში შეშლას უარყოფენ. სულწმიდას გმობენ. ეს არის სულწმიდის გმობა. ფარდის ჩახევა, აი რო დაანახო ადამიანს, რას ნიშნავს ფარდის ჩახევა? ეს ფარდა რას ნიშნავს? რა დასაჭიროებს? რომ ეს არის საბურველი, რომელიც წმინდათა წმინდაში, ანუ ზეციურ სასუფეველში გზა იყო ჩაკეტილი. და ქრისტემ ზეცაში რომ შევიდა და გახდა საუკუნო წესის წარუვალი ღვთისმსახური. ხო. ეს ფარდა ანუ საუკუნო ღვთაება აღსრულდა, ფარდა ჩაიხა და ზეცაში გახსნილია გზა. ფარდა რომ ჩაიხა ზეცაში გზა. და ესენი ისე გვიფარავენ, ხედავ შე. ერთადერთი მდოთავარი. ამათმა შეკერეს. პირვის დროს ხო გადაწევენ. და სულწმიდ ამით მიგვინიშნებს რომ ჯერ კიდევ არ არისო გზა გახსნილი, ის ფარდა რო იყო ტაძარში. აბა ეხლა მეხის დავაცემ თავში და ნახავენ. ქრისტემ გახსნა გზა, ანუ ეს უკვე ნიშნავს რომ ფარდა რო ჩაიხა ქრისტემ გახსნა გზა. გახსნა გზა, მაგრამ ამათ არ შეკერეს ისე. შეკერეს და შემიგეთხრეს ანუ კითხვები. გამოდის და მე დამოვალეს რომ ვიყო არონის ღვთისმსახური და დავუშვა დავაკრავო ბიბლია. ხო. რა თქმა უნდა, ეხლა მე გვეს მევალება საცოცხლო გავაკეთე. ის წესები რაც დამეწერა შევასრულო და მსხვერპლად შევწინო იესო ქრისტე იახოს. და დღემდე ჭამო, დღემდე ჭამო. სტარიგი ამ იმიტომ დაიკვირს სტარიგისთვის რას ნიშნავს? ხო. სტარიგი ქრისტე დაიკვირს იმას რომ ხორცს პეტარიქს ან კურს ქრისტეს ხორცს კლავ. ხო. სიცხლებს ანუ რიტუალს ატარებ რომ ის მოკვდეს. საჭირო ადამიანებს. და ამას ბიჭო, ქრისტემ ათხოვებია. ბიჭო, ესე რომ გავაკეთოთ რომ აღვადგინოთ და ის ვაჭამოთ ადამიანებს, არა? აღვადგინოთ და ის. რაც კიდე ის გააკეთე ეგ თავისუფალნებაა, მაგრამ შენ თვითონ ხო უნდა გეჯეროდეს ამის ასაცაკეთე. რატო აკეთებენ ამას შენი აზრით? ესე დაუწერეს ბიბლიას. არა, კი, მაგრამ იმათმა ხო იციან რომ ახლა სისულანეს აკეთებენ. არ იციან. არა, ჯერავთ. ეგ ახლა მე შევისწავლე და მე ავიღო. ჯერავთ, ანუ გასაცემ. აი, თქვათ ვიღაცა მიცის და მაინც აკეთებს. რატო აკეთებს? შენი აზრით. მიცის და აკეთებს. ხო, თქვათ ვიღაცა მიცის და მაინც არ. იმიტომ რომ ვერ გამორენ ამ სისტემის ნაღდები, ჩაქოლავიდან მოკლა. ვინ მოკრავს კი? ვინ? რა, რამდენი გაასუხარეს? ამალაზე საუბრობ და გავუცდა. კიდევ ცოცხალი მადლობა მოიხაროს. ანუ სისტემასაც ყოფს. ისეთი ბოროტება ხდება ახლა, რომ ამა ერით ვერ აღწევ რა. ქურდული მონაგონია, რაც ამათ უკან ბოროტება იმალება. ესენი რა ჯადოქრებთან ჩიკრულები არის. ისეთ რაღაცას გაგიკეთებენ, რომ შეიძლება აი მაგალითად პრემიერ-მინისტრი არ გაგვიკეთეს როლები. ისრაელის პრემიერ-მინისტრი გაუკეთეს პულსა დედურა ისრაელში, სამონებიდან გააკეთეს ეს ჯადოები იაჰოს სახელზე და იაჰოს სახელის გარშე ჯადოს ვერ გააკეთეს. და ისრაელის პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა ერთ კვირაში, აუხსნელი მომენტი, ანუ რაღაც. ლევან, ჩვენც გაგვიკეთეს ეგრე და აგერ ილია მეორე. ხო და ქრისტე გეუბნება თქვენ ახალ სინათლის შვილები, რომ შეეკითხებინეთ საიდან ხართ, თქვით რომ ჩვენ ავართ სინათლიდან მოსულები. ჩვენ სინათლიდან მოსულები, მაგას ვიძახი სულ, მაგას. ანამდე არსებობდა სანამ დაიბადებოდა. ანუ ქრისტე ყოვლად უხსნას სინათლეს აღიარებს, მეც ვაღიარებ და მე მისი მფარველობა მაქვს, ამიტომ ჩვენ გავედით ახლა სინათლეში, აგერ სინათლე. წავედით, დიდი მადლობა ლევან.